მადლობა უფალს ევანდელი დღისათვის და მადლობა ტიტორებს ბატონ ზვიად ხარაზიშვილს და ბატონ სლავა შერატანდიშვილს, რომელთაც ეს დიდებული ტაძარი ასე გააშვენეს, ააშენეს. დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძარი კვირას სოფელ საღოლაშენში მეუფე იობმა აკურთხა. განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული სპეცრაზმის ყოფილი შეფი ხარება საპატიო სტუმარი იყო. ის ქტიტორია, ტაძრის აღმშენებელი. ხარებასთან ერთად მიწვეულ სტუმრებს შორის იყო ვახო გომელაური. თუმცა არსად ჩანდა მიტროპოლიტის მიერ მეორე ქტიტორად დასახელებული ბიზნესმენი სლავა შერაზადიშვილი. შაბათის ეთერის ინფორმაციით ის ქვეყნიდან გაიქცა. ხა ქტიტორის სლავას აწავიდა. სოფლელი მგდელი ვარ რა. ბიზნესმენი სლავა შერაზადიშვილი ქართული ოცნების მმართველ გუნდთან დაახლოვებული მილიონერია. მას პირადი მეგობრობა აკავშირებს ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან. ის ზვიად ხარაზიშვილთან ერთად დასახელდა ქარელის რაიონში ტაძრის ქტიტორად. ამიტომ ახლა აქ ადგილზე ვარკვევთ კაცი, რომლის კომპანიებზეც სახელმწიფო შესყიდვების მსხვილი წილი მოდიოდა, რამ გახადა იძულებული ქვეყანა დაეტოვებინა. სლავა სად არის? რატო გაიქცა ქტიტორი? ბიზნა ივანიშვილმა შემოუთვალა ფული გადაეხადა? ბატონო თუკა. არ მეგონა თუ ხარებას ძმა ესეთი იყო. ეს ხარებას ძმაა. მისგან განსხვავებით, სოფლის მოსახლეობა არ ერიდება დადასტურებას, რომ ბიზნესმენი, რომელიც ერთ დროს მთავრობის ფავორიტ კომპანიას ფლობდა, ქვეყნიდან წავიდა. სლავასთან მინდა შეხვედრა შერაზადიშვილთან. ვერ შეხვდები, არ არიან. ბატონო? არ არიან. რატო? სხვაგან არის წასული. სად წავიდა? საქმე. სხვაგან არის, რა მნიშვნელობა? ანუ საქართველოში არის? არ არის, გაუცხადია და წესიერი არ არის. არ არის საქართველოში არ არის. 2023 წლის ოქტომბერში სახელმწიფომ ბიზნესმენ შერაზადიშვილის კომპანიას ერთ-ერთი უმსხვილესი დაკვეთა მისცა. მაშინ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. საბა Constructions, რომლის ერთადერთი მფლობელი სლავა შერაზადიშვილია, ჯამში 355 მილიონის ხელშეკრულება გაუფორმეს. ბათუმის იერსახის გაუმჯობესებისათვის მან 200 მილიონი ლარი, ბორჯომის იერსახის გაუმჯობესებისათვის 100 მილიონი ლარი, ყაზბეგის იერსახისათვის 40 მილიონი ლარი მიიღო და დამატებით კიდევ 15.5 მილიონი ლარის ხელშეკრულებები გაუფორმეს. შაბათის ეთერის ინფორმაციით, ღარიბაშვილის პრემიერობის დროს მთავრობის პარტნიორი კომპანიის მფლობელი ქვეყნიდან სწორედ დაკავების საფრთხის გამო წავიდა. მე ვინა ვარ? ტელეპიროლიდან გაწუხოთ შაბათის ეთერიდან. ბატონი სლავა რატო წავიდა ქვეყნიდან? რას გაექცა ბატონი სლავა, თქვენი უახლოესი მეგობარი, რატო წავიდა ქვეყნიდან? ბატონმა ბიძინამ გააქცია? ფული მოთხოვა ივანიშვილმა სლავას. ბატონო მე რა უკაცრავად. მილიონერი ბიზნესმენი დიდი ქონების ფლობის მიუხედავად მშობლიურ ქარელში ცხოვრობდა და ბიზნესს ძლევი ჯვარიდან მართავდა. ადგილზე კამერებს მიღმა პირად საუბრებში ამბობენ, რომ მას ფულის მიტანა სთხოვეს. დიდი ხანია წავიდა ბატონო? ერთ სალმოხელია. ბიძინამ შემოუთხოვა ფული მოიტანა. მაგრამ კაცრო პრობლემები შეექმნა, მაგაზე გეკითხა. არაფერი. ვერ გაიქცა. დახარხი როგორ შეგაძლევ. ქალბატონო ნაზი. 1.455 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ტენდერ მონიტორინგის მონაცემებით სწორედ ეს თანხა აქვს მიღებული ხარებასთან ერთად ტაძრის მშენებელ ქტიტორს. მათ შორის სლავა შერაზადიშვილის კომპანიამ პირდაპირ მიყიდვის წესით ტენდერის გარეშე ბიუჯეტიდან 94 მილიონზე მეტი მიიღო. მისი ოჯახის წევრები არ ამბობენ კონკრეტულად, რომელი პროექტების გამოედავებიან ბიზნესმენს და რამ გახადა იძულებული, რომ ქვეყნიდან გაქცეულიყო. დიდი ხანია წავიდა? კი. დაახლოებით რამდენი ხანია? 4 თვეა. სლავა არ არის ამჟამად, მაგრამ ძოლი დგენი თბილისში არიან. რას გაექცა? გაიქცა რა ის სლავასა გასაქცევი ადამიანო, ნეტა ეგეთი ადამიანი ვინმე იყოს კიდე ერთი ორი ადამიანი. ამდენ ხანი რატო არ წასულა? და ვის საქმეა წასული, რა ვიცი მევა. არ ვიცი.
როდის ჩამოვა? არ ვიცი. რომ ქვეყანაში ხო არიცით? არა. არ ვიცი. რამდენი მოთხოვა ივანიშვილმა სლავას? თავისი პრობლემა და თავისისა უკვე თვითონ იცის. ივლისი. ხო. მაშინ და მიერია და იმის მერე კიდევ ვილაპარაკეთ, მაგრამ მე მგონი აქ იყო თუ მაგ დღეს წავიდა აღარ მახსოვს ნახე. ანუ ზაფხულში არის წასული. ხო. მიზეზი რა გითხათ, მაშინ მივდივარო რო გითხათ. არ მithქვი არაფერი ახლა გავდივარო ესე გითხრათ? ხო, რა ახარ ვიქნები და მიხედეთ საქმესო და კი ბატონო მეცი. ატო წახვედი და მიზეზი რა გახდა, ბიძინან გაიქცა და ეგეთი რაღაცა არა. შაბათის ეთერს არაერთმა პირმა დაუდასტურა, რომ ბიზნესმენებს, ვინც ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში დიდი ფული იშოვეს, წილის გადახდას თხოვენ. განსაკუთრებით საუბარია იმ კომპანიების მფლობელებზე, რომელთა შემოსავლის ძირითადი წყარო სახელმწიფოსგან მიღებული დაკვეთები იყო. ქვეყნიდან გაქცეული ბიზნესმენი შერაზადიშვილი, ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის უახლოეს გარემოცვას წარმოადგენს. ჩუბინიძე გვიდასტურებს, რომ მილიარდნახევრიანი სამშენებლო ბიზნესის მფლობელმა ქვეყანა დატოვა. თქვენ მეგობარს უნდა გითხოთ ბატონ სლავა შერაზადიშვილს, ვერ დავაგდა, რატო წავიდა? კი, მეგობარი შეიძლება ითქვას კი. კი, მაგრამ ჯობია გითხოთ ფინანსურ ინსტიტუტებს. ფინანსურ ინსტიტუტებს გითხოთ? კი, რა თქმა უნდა. არადა ოპოზიციაში და ქართლში ამტკიცებს, რომ ბიზნესმენი შერაზადიშვილი, რომელიც 2012 წლამდე დაცვის კომპანიაში მუშაობდა, სწორედ ქართული ოცნების მმართველობის დროს დაწინაურდა და მის უკან ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა იდგა. სლავა შერაზადიშვილი გამდიდრდა ანზორ ჩუბინიძესთან დაახლოებით. ანზორ ჩუბინიძეს სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, ჰქონდა დაცვის კომპანია, კერძო, სადაც ამუშავებდა ზაზა გულიაშვილს, ასევე სლავა შერაზადიშვილს და მათ მთელ საძმაკაცოს. 2012 წლის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს ადამიანები დასაქმდნენ, ესე გადანაწილდნენ, სფეროები გაიყვეს. ზაზა გულიაშვილი მერი გახადეს, სლავა შერაზადიშვილს ტენდერები მოაგებინეს და ბიზნესმენი გახადეს. მის კომპანია მოარგეს სატენდერო პირობები და ისე რომ არც კი ჰქონდა ამ კომპანიას იმ პერიოდში იმისი რესურსი რომ მოეგო მაგალითად ქარელის აუზის 6 მილიონიანი ტენდერი, გამოცდილება არ ჰქონდა ამ კომპანიას, მაგრამ თავიანთი ქართული ოცნების გარემოცვიდან მას დაუწერეს ეს სარეკომენდაციო წერილი ბათუმის აუზისა და ამ შემთხვევაში აი ესე მოარგეს და აშოვნინეს ეს ფული. ყველამ კარგად იცის რა ხარისხით არის გაკეთებული. მოსახლეობა საუბრობდა, რომ აი ამ აუზის გახსნიდან ერთ თვეში კაფელი და მეტლახი ცვიოდა იმ შენობიდან და დაზიანებული იყო ბევრი რამე. ანზორ ჩუბინიძე ვერ უარყოფს, რომ მის მეგობარ ბიზნესმენს ოცნების ძალოვანებთან პრობლემები ჰქონდა. თუმცა ჩუბინიძე არ ამბობს, გახდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის მმართველობის დროს ბიუჯეტიდან მიღებული მილიონები საბა კონსტრაქშენის დამფუძნებლის ქვეყნიდან გაქცევის მიზეზი. ფინანსური ინსტიტუტები არის ფინანსთა სამინისტრო, ფინანსური პოლიციაც ალბათ, აუდიტის სამსახურიც არის ალბათ და ყველა ეს. ანუ მისი დოკუმენტები არ მიმაჩნია რომ განსაკუთრებული ისა რა თქმა უნდა შემოწდეს თუ პრობლემები აქვს შეიძლება იქნება მოგვარდება ალბათ. უნდა მოაგვაროს თუ აქვს ეს არის ჩემი პოზიცია. უნდა მოაგვაროს, უნდა ითანამშრომლონ სახელმწიფოსთან და უნდა შეიძლება თუ აქვს კითხვა დავსვით რამე გადაცდომა, უნდა მოაგვარო. ანუ განერიდა როგორც ჩანს და არ წასულა. ეკითხეთ მას. აი ხლა მე როგორ შევაფასო მის არტო შევაფასო მის საქციელი. არ შევაფასე მით უმეტეს აღნიშნეთ რომ მეგობრული დამოკიდებულება მაქვს. კი, ვიცნობ კარგად. გისაუბრიათ ბატონ სლავასთან რატომ დატოვა ქვეყანა? არა, ახლა ეგ ჩემი ახლა გულახდილობის თემაზე არ ვარ ახლა განსხვავებული ვარ იქ რა მისაუბრია როგორ მისაუბრია. საბა კონსტრაქშენის ბიზნეს იმპერიამ ყველაზე დიდი შემოსავლები სწორედ ქართული ოცნების მმართველობის დროს მიიღო. იუსტიციის სახლები, სკოლები, თბილისის ახალი სპორტის სასახლე. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პროექტების, რაც ხალხის ფულით ბიზნესმენს დაუკვეთეს. შიდა ქართლში საკრებულოს ყოფილმა წევრებმა იციან, რომ მიღებული მილიონებიდან წილის უკან მიტანა მოსთხოვეს, რის გამოც ქვეყნიდან წავიდა. ხალხის მიტანას სთხოვს ბიძინა ივანიშვილი ყველა იმ ბიზნესმენს, ვისაც თავის დროზე არ შოვნინა ეს ფული. ახლა უკან სთხოვს ამ ფულს და როგორც ჩანს სლავა შერაზადიშვილს არ უნდა ამ ფულის უკან დაბრუნება. თავისი მილიონების გადასარჩენად არის გაქცეული, არანაირი ჯანმრთელობის მდგომარეობა და არანაირი პირადი განწყობები მას არ ამოძრავებს, უნდა რომ თავისი მილიონები გადაარჩინოს. ბიზნესმენის ოჯახი დუმს. ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად არ ამბობს, რის გამო გაიქცა ქვეყნიდან. შაბათის ეთერის ინფორმაციით ის ახლა თავს შვეიცარიას აფარებს. საქართველოში არ არის ბატონი სლავა?
ამიტომზე არ არის. და როდის ჩამოვა? საქმეები ოქროვერთა ცოტა არ ვიცი, მე თან მიკითხავს იმასო რომ გითხრათ. ჯანმრთელობის პრობლემები ხო არ ქონდა ბატონ სლავას შემთხვევით? ღმერთის წყალობით კარგად არის და ძორი წერია. შერაზადიშვილების ბიზნეს იმპერია მხოლოდ ტენდერებიდან მიღებულ 1,5 მილიარდს არ მოიცავს. სლავა შერაზადიშვილის ვაჟის 24 წლის ვასიკო შერაზადიშვილის სახელზეა გაფორმებული სამშენებლო კომპანია არაკი, რომელიც არაკი ფიჭვების საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. ოჯახი როგორც ჩანს გაფრთხილებულია, რომ ქართულ ოცნებასთან დაპირისპირებაზე საჯაროდ არ უნდა ილაპარაკოს. ბიძინა ივანიშვილმა თანხები მოთხოვა ბატონ სლავას? უხერხული არის ამ თემაზე თქვენი. რა რაოდენობით მოთხოვა თანხა? რა რაოდენობით თანხა უნდა გადაეხადა ივანიშვილისთვის ბატონ სლავას? სასაცილო არის უბრალოდ. რატო ქალბატონო ანა გვაინტერესებს მიზეზი, რის გამო წავიდა ქვეყნიდან ბატონი სლავა? გითხარით წინასწრებში წავიდა საქმე მარტო არ არის თან წასული დედაჩემ მიახლავს თან საქმეებზეა წასული ჩავაბზანდება დაურეგეს რაი როდის ჩამოვა რომ მითხრათ ქალბატონო ანა? მეც არ მეკითხავს არიცით თქვენ შვილმა ანანომ როდის ჩამოვა ბატონი სლავა? მამაჩემ საქმეებში მიარვერევი შვილი ამბობს, რომ ქვეყანა ბიზნესმენმა წინაკვირას დატოვა. მისი ნათესავები ასახელებენ რამდენიმე თვეს. მისი ოჯახის მოურავი ამტკიცებს, რომ ივლისის შემდეგ არ გამოჩენილა და საკკარის მოვლა მას დაავალა. ყველას სხვადასხვა ვერსია აქვს. ამყარებს ეს ყველაფერი იმას, რომ ეს ადამიანი მართლა გაქცეულია და გაქცეულია რაღაცის გამო, ანუ რაღაცის გამო, იმიტომ რომ ფული ვერ მიიტანა რაღაცაში, ვიღაცას, ანუ ქართულ ოცნებას რაღაცა კარგად ვერ გაუკეთა. და აქედან გამომდინარე ეს ადამიანი წასულია. და სანამ ის პასუხს არ გაგცემს, სად არის, როდის ჩამოდის, რატო არ ჩამოდის და ასე შემდეგ, მანამდე ეს კითხვები მუდმივად იქნება. საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყოველი არჩევნების წინ ბიზნესმენი ხალხს ფულს და საჩუქრებს ურიგებდა, რომ ხმა ქართული ოცნების სასარგებლოდ მიეცათ. შერაზადიშვილი აფინანსებდა წინასაარჩევნოდ ქართული ოცნების სასარგებლოდ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს. როგორც ჩანს, ქართულ ოცნების რაღაცა გარკვეული ის ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნა. ეს შეიძლება ფული იყო, მისატანი ქონდა, ან რაღაცა პროექტი არ უნდა გაეკეთებინა, ან რაღაცა პროექტი უნდა დაეთმო. ანუ ძალიან ბევრ გარიგებებში არიან ეს ადამიანები უკვე შესულები ერთმანეთთან და ეს ზუსტი კონკრეტული იმის თქმა, რომ რა ვერ შეასრულა და რატოა წასული, არავინ არ იცის. შესაძლებელია რომელიმე ობიექტზე გამოძიება მიმდინარეობს მის მიერ შესრულებულის, ან მაგალითად რაღაცა დოკუმენტაციები აქვს სუსტ წაღებული, სადაც ამ კომპანიის დოკუმენტაციებიც არის ამასთან ერთად და მიდის გამოძიება და უბრალოდ თავი დაიზღია და სხვებზე შეიძლება ჭკვიანი აღმოჩნდა და ივლისში წავიდა, როცა ეს ყველაფერი ესე ძალიან ახლოს არ იყო დაჭერებთან. საჯარო წყაროებში არაერთხელ ითქვა, რომ სლავა შერაზადიშვილის სახელზე გაფორმებული კომპანიების უკან ქართული ოცნების პოლიტიკური ელიტა იდგა. მშენებელი ბიზნესმენის სახელს კი იყენებდნენ. რა მოხდა რეალურად? მფლობელის გაქცევის მიზეზებზე არც საბა კონსტრაქშენში საუბრობენ. რატო გაიქცა ქვეყნიდან ეგ ვინ მაინტერესებს? გაიქცა თქვენ ვინ ახართ საერთოდ რომ ტება პირველიდან გაწუხებთ. ბიზინა ივანიშვილმა ფული მოთხოვა, ვერ დაალაგა ფინანსურ ინსტიტუტებთან სლავამ თავის თანამშრომლობა. პრობლემებია საბა კონსტრაქშენში. მიბძანდი ხე. საბა კონსტრაქშენში პრობლემებია. ბატონი სლავა, ბოლოს როდის ნახეთ? გარეთ მიბძანდი. მეუბნები ეხლა ხელი გაუშვ, ერთი წამი. აიო. იქ დაელოდე რა. გაუშვ. დაელოდე გარეთ. სლავა შერაზადიშვილი ბიზნესმენობის პარალელურად უკვე 1 წელია ძიუდოს ფედერაციის საპატიო პრეზიდენტია. ახლა ფედერაციის მთელი ადმინისტრაცია ესპანეთში შეხვედრებს მართავს. შერაზადიშვილი არც მათთან ერთად იმყოფება.